მოგესალმებით, ჩემო ძალიან დიდი ხნის უნახავო იუთუბერელო მეგობრებო. დიახ, მე ვარ გუგა კირვალიძე და ძალიან დიდი ხანია ვიდეო აღარ დამედია YouTube-ზე. ეხლა გადავწყვიტე, რომ GoPro-ს მტვერი გადავწმინდო და ჩემი გვერდი ცოტა გავაღვიძო. ეს არ არის რაღაცა დიდი დაბრუნება, ან რაღაცა ისეთი დრამატული სათაური რომ გავაკეთოთ, უბრალოდ მანქანაში ვიპოვე GoPro, დავტენე გზაში, მტვერი გადავწმინდე და აი აქ ვარ. დაგენახებით რომ ცოცხალი ვარ, კარგად ვარ. ამდენი ხანი სად ვიყავი და არცადაც არ ვიყავი ლილოში ვატარებდით King of Drifts, გაზავდი ნიკოლოზას 46-ით ისევ და ისევ უბერავდი პივას. ერთადერთი სხვაობა ის არის რომ ცოტა უფრო მსუქანი ვარ ვიდრე ბოლო ვიდეოებში ვიყავი, მაგრამ არა უშავს. ერთი საინტერესო ამბავი მინდა გითხრათ დრიფტის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით. ძალიან ბევრი ფიქრის, სიზარმაცის, ეჭვების და ოყმანის მერე გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ჩემი საკუთარი დრიფტის სკოლა. რა თქმა უნდა, პირველი დრიფტის სკოლას რო აკეთებ, უნდა მოიფიქრო სახელი. პირველ რიგში ვიფიქრეთ რომ დავარქმევდით დრიფტის სკოლას, მაგრამ მე რაღაც ისე გამოვიდა რომ ძაღლი მოიყვანო სახში და დაარქვა ძაღლი. ამიტომ გადავწყვიტე რომ დამერქმეა დრიფტის აკადემია. თან სკოლასთან შედარებით აკადემია რაღაცნაირად უფრო მაღალ ფარდოვნად და აკადემიურად ჟღერს. თან აი სკოლას რო ამთავრებს ტიპი, მე რაღაცა მიდის ინსტიტუტში, იმაში, ამაში, აკადემიას რო დაამთავრებს, აკადემიკოსია. რა თქმა უნდა, გაინტერესებთ რა მანქანა იქნება დრიფტის სკოლაში. დაკურებული თვალი მიხვდებოდა რომ ეს არის ის 36, რომელიც მე ჩემი YouTube-ის კარიერის პერიოდში მყავდა. მოკლედ ამ მანქანაზე არის ესეთი სახალისო ისტორია. ეს მანქანა ჩემ ხელში რო ჩავარდა, ძალიან მომწონდა. პრინციპში ყველაფერი მაწყობდა ამ მანქანის. ვიზუალურად მომწონდა, ბიუჯეტური იყო, King of Drifts ერეოდა, საბურავს არ მოიხმარდა ბევრს. მოკლედ, ყველანაირად ყვაყოფილი ვიყავი ამ მანქანით. რამდენიმე შეჯიბრი რო ვიარე, ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდა 370 Z გასაყიდად. გახსოვს ალბათ მის ჩემ არხზე იყავით, ნაბელას 370 Z, კარგ ფასში გავარდა და ანუ ეს მანქანა გავყიდე იმის ხათრით რომ Z მეყიდა. Z ცოტა უფრო მეტად მომწონდა. ამ მანქანაზე გული დამწყდა, რა თქმა უნდა, რომ გავყიდე, მაგრამ მეორე მხარეს იყო 370 Z. ამ ჩვენი 370 Z-ით ცოტა ხანი ვიარე, სომხეთში ვიყავით, იქ ვიგაზავეთ მე და დათომ და ცოტა ხანი რო გავიდა, ბევრი ტრაკის თამაშის მერე eBay-ზე შემომეყიდა E90 M3. მაგის ხათრით 370 Z გავყიდე, რა თქმა უნდა, გული დამწყდა, იმიტომ რომ Z ძალიან მინდოდა, მაგრამ 90 M3-ზე საერთოდ ვერ ვიოცნებებდი და ესე ჩემ ხელში რო ჩავარდა, რა თქმა უნდა, გულის დაწყვეტა იყო, მაგრამ იმის ხათრით რომ M3 მეყოლებოდა, დავიკიდე Z და ჩამოვიყვანეთ M3. ამ M3-ის კეთება დავიწყე, ვაკეთე და ბოლოს ძალიან გამექცა ბიუჯეტი, საერთოდ არ გამოვიდა ის თან საერთოდ არ დაждდა, რაც მე მეგონა რომ უნდა ყოფილიყო და M3 რო ჩამოვიდა და გავაკეთე, გავყიდე. რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან გული დამწყდა, მაგრამ M3-ის გაყიდვას ეს შემდეგი ნაბიჯი აღარ მოყოლია, რომ კი გული დამწყდა, მაგრამ აი ის აღარ ყოფილა. ასე რომ M3 წავიდა და გულის დაწყვეტა დარჩა გულის დაწყვეტად. მაგრამ დადგა დღე და ეს მანქანა უკვე ბოსტაშვილის ხელში იყო და ბოსტაშვილს დიდად არ უნდა გაყიდვა, მაგრამ მე ვიძალადე ბოსტაშვილზე და წავართვი. მოკლედ ამ მანქანასთან ბოსტაშვილს ძალიან ბევრი ბრძოლებია გადატანელი. ფაქტიურად ყველაფერი გავფუჭდა, რაც შეიძლება რომ მანქანას გაფუჭებოდა თვითონ მოსვლაზე, ლილოში რომ მოდიოდა, თვითონ მოსვლაზე, ხან ცეპლენიას წვიტავდა, ხან ხიდი ეშლებოდა, ხან ძრავი, ან სუ რაღაცა ემართებოდა. მაგრამ ამ ძალიან ბევრი ბრძოლის მერე ბოსტაშვილმა გაიმარჯვა, ყველაფერი გააკეთა, გამართა. აი ესეთი ფენდერები ჩამოიტანა. ამ დისკებს არ აყოლებს ოთი შორის. ბაშიკო. ყველას ვეთყვი რომ მანქანა მომეცი და დისკებს არ მაძლევ. აი ეს ფენდერები აყენია, ესეთი გამობერილი ლამაზი. ყოველ შემთხვევაში რა ვიცი, ჩემ თვალში ლამაზია. 36-ის ფორმები მე ძალიან მომწონს და ეს როკეტ ბანი და რაღაცები დიდად არ მიზიდავს 36-ზე, იმიტომ რომ ქართული 36 როგორც არის ვიზუალურად მომწონს. ეს კრილოები კიდე ისეთია, რომ მეტნაკლებად იმეორებს ქართულ ფორმებს და შორიდან რომ შეხედავ, საერთოდ ვერ მიხვდები რომ რაღაცა ისეთი არის მანქანაზე გაკეთებული. ისევ არის ჩვეულებრივი 3-0, ჩემ დროს ეს იყო ZHP, ბოსტაშვილმა 47 ძრავის გაფუჭების მერე, მოკლედ დანებდა და ჩვეულებრივი 3-0 ჩადო, მაგრამ სკოლის მანქანისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ZHP იქნება თუ არ იქნება, აბსოლუტურად საკმარისია ძალა. მოკლედ ამ მანქანას შეუძლია ფაქტიურად
ყველაფერს გაკეთება, რაც შეიძლება რომ სკოლაში დაგჭირდეს. არაფერი რაღაცა ფილოსოფიური და განსაკუთრებული ამანქანაში არ არის, როგორც გითხარით. ჩვეულებრივი 3-დან 0-ია, 6 სიჩქარიანი მექანიკაა, განა 5 როგორც ყველა დადის, ბანძი 5 სიჩქარიანი, 6 სიჩქარე და მე-7 ზადნი. აყენია top speed-ის მოხვევა და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ამანქანაზე, აი ძალიან რაზეც ლაშიკომ ძალიან ბევრი იწვალა და მადლობა ლაშას ამისთვის არის დახრეტილი აპორნები. წინაც და ასენა უკანაც. რაში გჭირდება დრიფტზე დახრეტილი აპორნები? საერთოდ არაფერში. უბრალოდ დახრეტილი აპორნები რო აყენია და кайფოა უფრო რა. ხო და მოკლედ ამანქანას შეუძლია რომ გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეიძლება რომ დრიფტის სასწავლებლად დაგჭირდეს. ნუ ეხლა თუ მაინდა-მაინც 265 პოლუსლიგებით არ მოინდომებთ ვარჯიშს, ყველაფერს გააკეთებს ეს მანქანა. დაწყებული ყველაზე ელემენტარული დონატით. დამთავრებული კოკის პირველი ბექვარდით. შეგვიძლია სარბოლო ტრასაზე სიარული, შეგვიძლია უბრალოდ ბექვარდების კეთება, შეგვიძლია უბრალოდ დონატების კეთება, შეგვიძლია ყველაფერი, რაც კი დრიფტთან დაკავშირებით ფანტაზია გაქვთ, ყველაფერი შეუძლია რომ ტრინოლმა გააკეთოს. ხო იცით, ტრინოლი არის ადამიანი, ყველაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ცივილიზებულ კომპანიას ჩვენც უნდა გქონდეს საიტი, მაგრამ განსხვავებით სხვა ცივილიზებული სამყაროსი, დრიფტ აკადემი ჯის აკეთებს ჩემი ლაშიკო. და ლაშიკო მითხრა რომ ყველაფერს მალე გაგიკეთებო. მაგრამ ლაშიკოს მალე როდის იქნება, ჯერ არავინ არ იცის, მაგაზე პასუხი დედამიწაზე არავის არ აქვს. გარწმუნებთ რომ იქნება საიტი დრიფტ აკადემი ჯი, სადაც დაიწერება ყველა დეტალი, გაყვითელი რისგან შედგება, ფასები, დროები, დაჟე ლაშა მითხრა რომ ისეთ საიტს გავაკეთებო, რომ აიო ტიპიო რომ შემოვაო, იქ კალენდარი იქნებაო, პირდაპირ შენო აიტყვიო, როდესაც აქო თავისუფალი ისინი, პირდაპირ აირჩევენ რომ დააჭერენ, რომ ბახ ბუხ, მაგრამ სანამ ეს ოფიციალური პომპეზური გახსნა გვექნება ამ საიტებით და ყველაფრით, შეგიძლიათ რომ მომწეროთ Instagram-ზე ან Facebook-ზე, დავწერ სადღაც, მომწერეთ და ჯერჯერობით უბრალოდ Instagram-ი ტელეფონით ვიკონტაქტოთ და მე უკვე ლაშიკო რომ გააკეთებს საიტს და იქ რომ იქნება უკვე პირდაპირ დააჭერ და ეგრევე ვერტალიოტი მოფრინდება, ჩაგისვავთ და მოგაფრენთ ლილოზე და ვივარჯიშებთ. მაგაც ცოტა მერე გადავალთ რა. ყოველ შემთხვევაში, ვისაც გააქვთ სურვილი, დავცხოთ დრიფტის ვარჯიშები. ასევე ამ მანქანის გარდა იქნება კიდე მეორე მანქანა, რომელიც ასევე ვიყიდეთ, ჩიკოს ძველი 46. ისიც მალე გამზადდება ჯავექსასთან არის, ახლა და ჯავექსი ამზადებს ამ ყველაფერს და მოკლედ გვეყოლება ორი მანქანა. თუ თვლით რომ იმდენად მაგრები ხართ, რომ King of Drift-ს გაბედავთ გამოსვლას, შეგიძლიათ იქირავთ ჩვენგან მანქანა, თუ არ დაამტრავთ, ყველაფერი კარგად იქნება და რა ვიცი, ჩაატაროთ King of Drift-ი, ჩაახრიალოთ, გემრიელოთ. 3-დან 0 როგორც იცით, დადის გიჟივით. ბევრი საბურავი მაგას არ დაჭირდება, ბევრი მეინტენენსი და სერვისი მაგას არ ჭირდება და რა ვიცი, მოკლედ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ეგ ამბავი და შეჯიბზე იგაზავოთ ჩვენი მანქანებით. ეხლა რაც შეეხება King of Drift, 7 სექტემბერს არის მეოთხე ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება, იმიტომ რომ ბოლოს წინაა, უკვე ქულები ისეა რომ აი 3 კაცი გამოკვეთილია, ვინც შეიძლება რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და უკვე შეცდომის დაშვების უფლება აღარც ერთს აღარ აქვს, მესამეზე არის მათე, ცოტა წინ არის დათო და 9 ქულით ლიდერობს კოდუა, მაგრამ ნუ 9 ქულა ორ ეტაპზე რეალურად საერთოდ არაფერი არ არის. ძალიან საინტერესო ბრძოლები იქნება, გიორგა როგორც ამბობს, კომპაქტით, ჯეზეტი კომპაქტით უნდა გამოვიდეს. დათო იმუქრება რომ მესამე ეტაპი უნდა მოვიგო ზედიზედო და მათე მე ისევ ტრინოს დაუბრუნდები, ტრინოს მიჩვეული ვარო, ესე თქვა. ხო და რატო დავიწყე King of Drift-ზე ლაპარაკი? მოკლედ, გადაჩვეული ვარ, კამერით გადაღება ძალიან ძნელი ყოფილა. ამხელა პაუზის მერე კამერასთან ესე სხაპასხუპით ლაპარაკი, რაღაცა აზრები მეფანტება და ჩემი თავი სუმარტო ვარ ხა ლიდოში და რაღაც მაინც მერიდება, ვინმე ხო არ მისმენს და სისულელებს ხო არ ვამბობ და რაღაცა. კაი, მოკლედ, გადავწყვიტე რომ გავათამაშო King of Drift-ის 4 ბილეთი. ახლა ამ წამს 2 მინუტა, მაგრამ 4-ად გადავაკეთე. 4 ბილეთს გავათამაშებთ. ოღონდ შემდეგ YouTube-ის ვიდეო კაცმა არ იცის როდის იქნება, ამიტომ Instagram-ზე გამომყევით და 7 სექტემბრამდე, მოკლედ, რამდენიმე დღით ადრე გააჩინე ეს ვიდეო როდის დაიდება. Instagram-ზე გავაკეთებთ რენდომ გათამაშებას. ერთ ადამიანს ამოვარჩევთ, რომელსაც მივცემთ ტრიბუნის 4 ბილეთს. თქვენ უნდა დაწეროთ კომენტარებში, რა უნდა დაწეროთ, აბა? King of Drift. დაწერეთ King of Drift და უბრალოდ რენდომაიზერით ამოვარჩევთ ერთ იღბლიან ადამიანს და მივცემთ King of Drift-ის 4 ბილეთს, რომელსაც ავა ტრიბუნაზე და დატკბება შესანიშნავი მეოთხე ეტაპით. 7 სექტემბერს არ გამოტოვოთ ყველამ ლილო არენაზე. მე არ ვიცი YouTube-ს კიდე როდის დაუბრუნდები, განსაკუთრებით მომენატრა პოდკასტები. რა ვიცი, თქვენც თუ რამე
გახსენდებათ რომ რამე კარგს ვაკეთებდი და კარგი ვიდეოები ქონდა დაწერეთ რა გაინტერესებთ რომ გადავიღოთ და რა ვიცი თუ მომხერხებთ გადავიღეთ თუ ვერ მომხერხებთ ხანდახან ესე გამოვჩნდები ხოლმე მოგიკითხოთ ხელს დაგიქნევთ და რაღაცა კაი ინფორმაციას მოგაწვდით ხოლმე ასე რომ დაწერეთ კომენტარებში King of Drift Instagram-ზე გამომყევით 7 სექტემბრამდე გავათამაშებთ 4 ბილეთს და დრიფტის სკოლაზე მომწერეთ გახდით პროფესიონალი დრიფტერი კირვალიძესთან ერთად ბიჭო რეებს ვიგონებ კამერასთან მე მგონი გენიოსი ვარ ჩემი კაი. Короче, აბა თქვენ იცით დროებით შემდეგი შეხვედრა გვექნება Instagram-ზე. აბა ჰეთ